მოგესალმებით, მე მამუკა ყუფარაძე და სტუდიარე. დღეს გთავაზობთ მორიგ დისკუსიას და სიუჟეტებს, რომლებიც მოგვითხრობენ თუ როგორ ცხოვრობენ, რას მოღვაწეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში. სანამ გადაცემის სტუმრებს წარმოგიდგენდით და დავიწყებდით საუბარს, მინდა სტუდიარეს სახელით სოლიდარობა გამოუცხადო აი ამ პოლიტიკური პროცესების შედეგად დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს. თავისუფლება მათ. მოგესალმებით, ქალბატონებო, მოხარული ვარ თქვენი სტუმრობით და მინდა წარგადგინოთ ეკატერინე გამახარია, ქალთა ფონდის სოხუმის თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისათვის გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ბუჩუკური და ასევე ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი ანა სამადაშვილი. დიდი მადლობა ქალბატონებო მობრძანებისათვის. ჩვენ ვიყავით თქვენთან სტუმრად დასავლეთ საქართველოში, როდესაც ქალთა ფონდს სოხუმს ვეწვიეთ. გავაკეთეთ სიუჟეტი, შევეცადეთ რომ მაყურებლისთვის აგვეხწერა, მოგვეთხოვრო თუ რა საქმიანობით ხართ დაკავებული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს ძალიან რთული პოლიტიკური სიტუაციაა და პროექტები მაინც და მაინც იმ შემოქმედებით და აი იმ სისტრაფით არ მუშაობენ, მაინც შეექმნებათ მე მგონი წარმოდგენა. ეხლა ვანახებთ თქვენ სიუჟეტს, ასევე ვანახებთ ქვემო ქართლში, გორის რაიონში, კერძოდ სოფელ ტირძნისთან და მის ირგვლივ თქვენი ორგანიზაციის აქტივობას და შემდეგ ვისაუბროთ სწორედ იმ გამოწვევებზე, რა გამოწვევების წინაშეც დავდექით ჩვენ. თითქმის 27 წელია ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ფონდის სოხუმი ფუნქციონირებს. ჩვენი სტუმრობისას ორგანიზაციის ეზოში რუსეთიდან და უკრაინიდან დევნილი ოჯახების ბავშვები იკრიბებოდნენ. დღეს აქ დევნილ ბავშვებთან ფსიქოლოგის მუშაობაა დაგეგმილი. აბა რა მიიღე წელს საჩუქრად თოვლის ბაბუასგან? წელს 2 საჩუქარი მივიღე. გლობუსი და ლეგოს მანქანა. მაგარია. შემდეგი ვანიაა. მე შემოდგომა მიყვარს, რადგან შემოდგომაზე ძალიან ლამაზი ფერებია. წელს ეს ჩვენი პირველი გაკვეთილია და მაინტერესებს რა სისურვებდით სამომავლოდ. Меня зовут Алена. მე მქვია ალონა. ვმუშაობ ფსიქოლოგად ქალთა ფონდს სოხუმში. საქართველოს ჩემთვის ახალი ქვეყანა არ არის. პირველად ჩერნობილს გამოვეკეცით. მე 1986 წელს დავიბადე. ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ მე და დედა აქ 9 თვეებს ცხოვრობდით. მეორედაც საქართველოს მოსიყვარულე დედასავით შეხვდა. ამ ომის დროს მან უკვე ჩემი ოჯახი მიიღო და შეიფარა. ბავშვები პირდაპირ კავშირში არიან ჩვენთან, დედებთან. ჩვენი მდგომარეობა, განცდა, წუხილი, ეს ყველაფერი ბავშვებზე გადადის. შესაძლოა ქუთაისში ბევრი რამ არ არის, მაგრამ აქ არის ფონდი სოხუმი, რომელიც ეხმარება ქალებს, გოგოებს, ბავშვებს, ანუ ეს ქალები მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ. უკრაინის ომის დევნილების გარდა ქალთა ფონდი სოხუმი დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონსა და 15 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. უპირველეს ყოვლისა ეს არის ქალი და მშვიდობის მყოფელობა, ეს არის გენდერული თანასწორობა, ეს არის მუშაობა ძალადობის წინააღმდეგ, მუშაობა ახალგაზრდებთან და ასევე მუშაობა ტოლვილებთან უკრაინიდან. და ძირითადი ჩვენი ბენეფიციარები მოგეხსენებათ არიან ქალები, მათ შორის ადგილობრივი და დევნილი ქალებიც. სწორედ აფხაზეთიდან დევნილმა ქალებმა შექმნეს ქალების საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაცია. 4 женщины из Абхазии вынуждены перемещенные.
4 იძულებით გადაადგილებულმა ქალმა აფხაზეთიდან, ნანული რამიშვილმა, მერი გელაშვილმა, ჟანა ჭაბუკიანმა და ალა გამახარიამ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჩვენი ორგანიზაცია და მოვიფიქრეთ მისთვის სახელი კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი. სახელწოდებაში სოხუმი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩვენი ქალაქის სახელი, როგორც სიმბოლო. ასე რომ ჩვენ მაშინ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ყველაფერი, რაც შეგვეძლო და რისი გაკეთებაც ვიცოდით. ჩვენ შეგვეძლო გაგვეხორციელებინა საგანმანათლებლო და სამშვიდობო სამუშაოები, რადგან ჩვენ ვქონდა კარგი კავშირები აფხაზეთთან. გამუდმებით ვფიქრობდით, რა მოხდებოდა შემდეგ, როგორ დაბრუნდებოდით სახლში. კითხვები მშვიდობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით მუდამ ტრიალებდა ჩვენს თავში. მთავრობა მუდამ გვეუბნებოდა, რომ მალე დაბრუნდებოდით აფხაზეთში, ჩვენ სახლებში. შემდეგ თავად გადავწყვიტეთ გაგვერკვია, როდის დაბრუნდებოდით. და ჩვენ უფრო აქტიურად დავიწყეთ აფხაზებთან კონტაქტების აღდგენა. ასე დაიბადა ეს მიმართულება. ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტია ახალგაზრდებთან მუშაობა, რადგან ჩვენ მივხვდით, რომ ქალების გადამზადება და განათლება უფრო რთულია, ვიდრე ახალგაზრდების მომზადება. მათთვის ძალიან კარგი პროგრამები გვაქვს. ახალგაზრდები 6 მუნიციპალიტეტში არიან აქტიურად ჩართული ერთობლივ პროექტში, რომელიც ხორციელდება ქართულ-აფხაზურ და ოსურ მხარესთან ერთად. ჩართულები არიან საერთო შეხვედრების მონაწილეები ხდებიან, ასევე სისტემატურად ერთვებიან ონლაინ საერთო შეხვედრებში, სადაც ხდება გაცვლა ინფორმაციის, გამოცდილების, იმ ინიციატივების, რასაც ახორციელებენ ისინი პარალელურ რეჟიმში, თავიანთ თემებში და მუნიციპალიტეტებში. ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, ანუ ნდობის აღდგენის, ესე ვთქვათ, მიმართულებით. ხათუნა გოგუა ფონდ სოხუმის ქალთა პროგრამის კოორდინატორია. ის დასავლეთ საქართველოს 10 ქალაქში გახსნილ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს კურირებს. ძირითადი ფუნქცია და მისია ის არის, რომ თემებში აქტიური ქალები ყავდეს, მოხდეს მათი გაძლიერება და ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ძალადობის, ოჯახური ძალადობის პრევენცია მოხდეს და პარალელურად მოხდეს შემთხვევების იდენტიფიცირება და შემდეგ მართვა. ჩვენ გვაქვს ჩვენი სერვისები და ესეც არის ერთგვარი რესურსი. ეს არის უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაცია, იურისტის დახმარება და კონსულტაცია. გვაქვს ქალთა სარეაბილიტაციო ცენტრი ქუთაისში. ქალთა სარეაბილიტაციო ცენტრი როგორც გარეშე პირთათვის, ისე ჩვენთვისაც დახურული აღმოჩნდა. აქ შეუძლია მოხდეს ქალს, რომელსაც არ ჭირდება, ვთქვათ, ძალადობის ორდერი, ან რაიმე სხვა ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ის არის ნამდვილად მსხვერპლი ძალადობის, პირიქით ყველა ქალისთვის, რომელიც გრძნობს, რომ გადაიტვირთა ფსიქოლოგიურად რთულ მძიმე სიტუაციაში და ჭირდება უბრალოდ განტვირთვა იმ გარემოსგან მოწყვეტა, ასეთ ქალებს ვეხმარებით, რომ მოხვდნენ ამ სარეაბილიტაციო ცენტრში შვილებთან ერთად, ბავშვებთან ერთად 2 კვირის განმავლობაში და ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მოძლიერდნენ დადგნენ ფეხს. ფონდ სოხუმის შენობაში ქალთა დღის ცენტრი ფუნქციონირებს. აქ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და სხვა რისკ ჯგუფის ქალები ერთიანდებიან. ქალები აქ მიღებული ცოდნით პოლიმერული თიხის ფიგურებს ქმნიან. ხო, აი ხდება ჭიქებზე მიხატვა პოლიმერული თიხით და როგორც საჩუქარი, როგორც სუვენირი, აი ქართული ორნამენტებით ძალიან ხშირად, ხო? ზოგი ქალისთვის ეს კურსი წარმოადგენს, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ განტვირთვას, ანუ როდესაც ქმნიან ამ ნივთებს ფაქტიურად ეს არის მათთვის რეაბილიტაცია, მაგრამ ზოგი ქალისთვის ეს ხდება შემოსავლის საკმაოდ კარგი წყარო. ანუ ჩვენი კურსის გავლის შემდეგ ქალბატონებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალური ბიზნეს ტრენინგი, შეისწავლონ ბიზნეს გეგმების, ასე ვთქვათ, შემუშავება. შემდეგ მონაწილეობას ღებულობენ კონკურსში, მცირე გრანტების კონკურსში. და ყველაზე საუკეთესო, ესე ვთქვათ, ბიზნეს იდეების დაფინანსება ხდება ჩვენი მხრიდან და მხარდაჭერა ამ ქალების. ქალთა ბიზნეს კონკურსებიც უცხოური დონორების მხარდაჭერით ხორციელდება.
ქალებმა შეძლეს თავიანთი საკუთარი თავის ეკონომიურად გაძლიერება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ქალები, მოწყვეტი ჯგუფის ქალები, რომლებიც მოდიოდნენ თავიდანვე, ეგონათ, რომ თავიანთ პრობლემასთან იყვნენ მარტო და როდესაც ყველა ეგეთი ქალი შეიკრიბა, უკვე ამან შედეგი მისცა, რომ ბრძოლა ღირს იმისთვის, რომ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ფონდ სოხუმის ახალგაზრდებთან მუშაობაში ორი მიმართულება იკვეთება: კონფლიქტების მართვა და ძალადობის პრევენცია. და აღნიშნულ ბლოკში შედის ისეთი თემები, რომელიც ეხება უშუალოდ ძალადობის სახეებს, ძალადობის პრევენციის გზებს, გამომწვევ მიზეზებს და ასე შემდეგ. ასევე ვსაუბრობთ ადრეულ ქორწინებაზე, ვსაუბრობთ ტოლერანტობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, სტერეოტიპებზე. ვსაუბრობთ მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულებაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ფაქტობრივად 21 საუკუნეში მიგრაციის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას და ბავშვებს აკლიათ მშობლებთან საუბარი, ახლო ურთიერთობები. ხშირად აღნიშნავენ ახალგაზრდები, რომ ამ ტრენინგებმა მათ მისცათ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. Очень много интересных у нас молодых специалистов. ჩვენთან ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი გამოიზარდა. ჟურნალისტები, უფლებადამცველები დღეს წარმატებით მუშაობენ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ მთელ საქართველოში და ბევრიც თბილისშია. და როცა ხვდები ახალგაზრდებს და მათგან იგებ, რომ ისინი ჩვენს ლიდერთა ახალგაზრდულ სკოლაში სწავლობდნენ, ამის მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა. მაგრამ ახლა როცა გესმის, რომ თითქოს შენ უცხო ქვეყნის აგენტი ხარ და როცა შენი უფლებები და შრომა იზღუდება, ეს ძალზე საწყენია. თუმცა ვფიქრობ, დავზარალდებით არა მხოლოდ ჩვენ როგორც ორგანიზაციები, არამედ მუნიციპალიტეტებიც, რადგან დასავლეთ საქართველოში ყველაზე განვითარებული და მოწინავე ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ძლიერი სამოქალაქო ორგანიზაციებია. ზოგადად დასანანია, რომ ყველაფერი ასე ხდება. ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ არ ვართ აგენტები, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც პოზიტიური ცვლილებები სურს. იმედია, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაიძლევა და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოეხსნებათ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი სიარლიყი. როგორ მახსოვს ეს რა ქვია მაგი და ემან მოგვიტანა რა ქვია გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ჩამოგვიტანა და ეს როგორ არის იცი არის ასე დგას დავდგი და მოშო იცით რა მძიმეა აი ეს შემოვიტანეთ ჩვენ და აი ეგ ვიდექით და სულ ყველანი ვაწყობდით ეს ფეხებს და იმას რომ ძილის გადმოვაბრუნეთ ვერ გავთვალეთ ცოტა სივრცე და გადმოვაბრუნება კიდე გაგვიჭირდა ანუ აი ფაქ ყველაფერი ჩვენი ხელით არის ისა რა ქვია შექმნილი და გაკეთებული და ეხა ცოტა თავართ, ნაქვია, გაურკვევლობაში, შიშებში და რაღაცების მოლოდინში, როგორ გადაწყდება საქმე, როგორ დავით. ანუ, აი ფაქტობრივად იცით როგორ აღარ ეხლა ესე მგონია, რომ კიდე ახლიდან მომწევს მეთქე რაღაცას დაწყება. მარიამ ბუჩუკური, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი, 2024 წლის ზაფხულში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაურკვეველი მომავლის წინაშე დააყენა. ზამთრის პირს ჩვენ გორის ჩრდილოეთით არსებულ სოფლებს ვეწვიეთ. 2008 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე ეს სოფლები რუსული ოკუპაციის მიზეზით დაცლილი იყო. 2009 წელს ფონდი ტასო შემოვიდა ჩვენთან სოფელში და მას ჰქონდა მიზნად დასახული რომ გაეცა მცირე ეკონომიკური გრანტები სოფელში მცხოვრები ადამიანების კონფლიქტით შედეგად დაზარალებული ადამიანების მოსაძლიერებლად. ზუსტად მაშინ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ახალი სოფელში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად თანამშრომლობა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მუშაობა სოფლის საჭიროებებს. ეს ნამდვილად ახალი იყო ჩვენთვის ქალებისთვის და მაშინ იყო ყველაზე დიდი შეხვედრები ჩვენი ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სადაც მუშაობდით იმაზე თუ რა საჭიროებები იყო სოფელში და ჩვენ რა შეგვეძლო რომ ამისთვის გაგვეკეთებინა. მოგვიანებით მარიამის ლიდერობით ქალბატონებმა დააარსეს შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისათვის.
შემდეგ თვითონ დაიწყეს ქალების გაძლიერება და სოფლის საჭიროებებისათვის თვითმმართველობასთან თანამშრომლობა. გავიზარდეთ, რავი, ქალები, აი სხვა გამოცდილება მივიღეთ იქ, როცა ვიღებდით იმ პროექტში მონაწილეობას. მე თითქოს ესა რა ქვია, უკვე პარტნიორი გავხდით როგორც ორგანიზაცია ფონდი ტასოსთვისაც და გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვისაც. ესე არის, აქ მხოლოდ 2 ოთახი იყო. და რო თქვენ, აი აგურ ვზიდეთ ყველაფერი ქალებმა. მახსოვს, როდესაც შემოქონდა ეს მასალები რომ მოგვიტანეს ეს ბლოკი, ცემენტი და რაღაც მოგვიტანეს, ჩვენ ავცლიდით. ჩვენ მეზიდებოდით და ეს იყო პრეცედენტი და აი გზა და დიდი მოძრაობა. აჩერებდნენ კაცები და მანქანიდან სურათებს გვიღებდნენ. მაგრამ უფრო ამითი ძლიერდებოდით რა, უფრო მეტად გვინდოდა რომ გამოგცვლოდა და დაენახათ რომ ქალი მარტო სამზარეულოში არ არის რა. ქალი გარეთაც, ქალი არის დიპლომატი. მაშინ ომგამოვლილ რეგიონში ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ახალგაზრდა ქალბატონების აქტიურობას. აი ესეთი სათემო ორგანიზაციები სოფლად არის ძალიან დიდი სიახლე. და ძალიან ბევრი ინფორმაციული მუშაობა გვიწევდა, იმიტომ რომ ბევრი ინტერპრეტაცია ქონდა ამ ოფისს რა, ბევრი ისეთი უქმრო ქალების ოფისსაც გვეძახდნენ, ისე მოხდა რომ მე კი გაუბედნიერდი ქმრებით ყავს, თავდაპირველად ეხლა აი ამასაც მივაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ უმეტესად, იმიტომ რომ დრო ქონდა მეტი. ალბათ. უბრალოდ ჩვენ აქ რომ ვართ და ასე საუბრობთ და ფიქრობთ და ვიცით რომ ცუდია, მეტი პასუხისგებლობა გვაქვს უკვე. ჯერ ჩვენ თავზე რომ ჩვენ არ გავაკეთოთ და მე სხვას რომ დავინახავ ძალიან შვიდად და კორექტულად უთხრათ, ოღონდ რატო არ უნდა დააგდოს, ისე კი არ გადააგდო რაღაც. ამ ბავშვებთან ყოველ კვირა მუშაობ, მათთვის განწამოსულ იმებს, რა ქვია, თემებსაც და მე თვითონაც ნელ-ნელა შემაქის თემები. ასეც მინდა მათთან ერთად ვიმსჯელო ხოლმე და ძალიან კარგი ბავშვები არიან, იმათთან ერთად ფაქტიურად ამ სივრცეში მაინც ვიკრიბებით, რომ მინდა ეს სივრცე მიუხედავად იმისა, რომ მე მწუთში ხა ეს სიტუაციაში ვარ, მაინც რაღაცა გავაკეთოთ. ეკონომიკური პროექტი არასდროს არ ქონია 15 წლის შემდეგ, ეხლა გვაქვს მეც ბოლომდე ვარ ჩართული სპორტ დარბაზს გულისხმობ, რომელიც გამოწვევა იქნება, ვფიქრობ, გამოწვევა პროექტის დარგოს კი. უკვე სოფელში. კი ვიცით, აქეთ-იქიდან ადამიანებს სჭირდებათ ესეთი ადგილები და სურვილიც აქვს დიდი, განსაკუთრებით ქალებს სოფლად. აღნიშნული შენობა ძალიან დიდი ხანია თითქმის ომის შემდეგ უფუნქციო არის. საერთოდ არაფერი აღარ ხდება, მანამ იყო თონე არსებობდა შენობაში, იყო სუპერმარკეტი ასევე გვერდზე შენობაში. და ამდენი წლის მერე ომიდან ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ახალი სიცოცხლე მივცეთ აქაურობას, ჩვენი დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენი საკუთარი ძალებითაც ბევრ ამას გავაკეთებთ, რა თქმა უნდა და ვაკეთებთ კიდეც. და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ახალი სიტყვა იქნება სოფლისთვის, სოფლის მოსახლეობისთვის, განებივრებულები ჩვენ ამდუად არ ვართ. მსგავსი პროექტებით, მსგავსი ობიექტებით სოფლის მოსახლეობა. თვითმმართველობა ძალიან ხას გვიწყობს, აგერ დეპუტატიც მომწანდა. თავის დროზე ტირწნისის ფიტნეს დარბაზი დონორის თვითმმართველობისა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციის სამხრივი თანამშრომლობის წარმატებული ნიმუშია. ჩემი პატარა ვაჟი არის ძიუდოში მსოფლიო ევროპის ჩემპიონი კადეტებში. მისი რეკომენდაციებითაც დავგეგმეთ რაღაცა მსგავსი ტიპის სავარჯიშოები, წვრილმანებსაც გულისხმობ თოკები, აგრეთვე ქალებისთვის ფიტნესისთვისაც აუცილებელია ჰულა-ჰუპები და თითქმის ყველაფერი გვექნება. საქართველოში განვითარებული პოლიტიკური კრიზისი კი დონორის, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობას რისკის ქვეშ აყენებს, რაც არც მთავრობას და არც მოსახლეობას არ უნდა აწყობდეს. მაშასე ნახეთ ჩვენ ეს ორი სიუჟეტი. პირველ რიგში მინდა გკითხოთ
რა გამოგრჩა ან რისი თქმა ვერ მოასწრეს თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თუ თქვენ სიუჟეტისთვის. მოდი ჯერ ეკასგან დავიწყოთ. ეკა მაინც თბილისშია და მის გარეშე ვესტუმრეთ ჩვენ ქალთა ფონდ სოხუმს. ეკა, რას დაამატებდი? მადლობა მამუკა პირველ რიგში მოწვევისთვის. ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, რომელშიც ვიმყოფებით, უფრო მეტი ვილაპარაკოთ იმ საქმიანობაზე, რომელსაც ეწევიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და იმ სიკეთეებზე, რომელიც მათ მოაქვთ საზოგადოებისთვის და არა მარტო ზოგადად მოქალაქეებისთვის, არამედ ჩვენ ყოველთვის განვიხილავდით, რომ ჩვენი საქმიანობა იყო აწყობილი თანამშრომლობაზე, ჩვენი თავი წარმოგვედგინა სერიოზულ მყარ არხად სამოქალაქო საზოგადოებას, მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის იქნება ეს ადგილობრივი თუ ცენტრალური და ისეთი პოლიტიკის შემუშავებაზე იყო ორიენტირებული ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც შექმნიდა და უზრუნველყოფდა მოქალაქეების წინაშე არსებული საჭიროებების, ასე ვთქვათ, გადათარგმნას და მათ აღმოჩენას, ასე ვთქვათ, ამ მოპოვებას და ზოგადად ასახვას უკვე ეროვნულ თუ ადგილობრივ პოლიტიკაში. შესაბამისად, ის პროცესები, რომელიც დღეს ვითარდება და რომელმაც საკმაოდ მძიმე დაღი დაასვა დღეს არა მარტო სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას, არამედ წლების განმავლობაში ძალიან პროდუქტიულ თანამშრომლობას სამოქალაქო სექტორსა და გადაწყვეტილების მიმღებებს შორის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩემი აზრით დღეს ამაზე საუბარი და რა შეიძლება დაშავდეს ამ პროცესების ასე განვითარებით. რა შეიძლება ვთქვა და რა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პრინციპში მიმოიხილეს ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ათეულ წელზე მეტი ხანია რაც აკეთებთ. მე როგორც დავთვალე 27 წელია ეს დევნილმა ქალებმა რაც დააარსეს ეს ორგანიზაცია და რაც ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს. უპირველეს ყოვლისა, თქვენ დაიწყეთ დევნილი თემის დახმარებით და შემდეგ გააფართოვეთ თქვენი საქმიანობა დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში. ეს მართლა საშურის საქმეა. კი ბატონო, და დროთა განმავლობაში ყოფილა უფრო მეტი მუნიციპალიტეტი, რომელსაც ვიცავდით, მაგრამ ალბათ იმას ვიტყვი, თუ როგორ ევოლუციონირებდა და ტრანსფორმირდებოდა ორგანიზაციის საქმიანობა. სწორად აღნიშნეთ მამუკა, რომ ჩვენი ორგანიზაცია თავდაპირველად შეიქმნა პრაქტიკულად ომის შემდგომ. ჩვენ დავრეგისტრირდით 97 წელს 1917 წელს, მაგრამ მუშაობა და ასე ვთქვათ მოქმედება დაიწყო გაცილებით უფრო ადრე და მთავარი ჩვენი იმ ხანად მიზანი იყო იმ ხალხის შეხიდება, იმ ხალხის ასე ვთქვათ დახმარება და მხარდაჭერა, რომლებიც გადაურჩნენ ომს და დაუპირისპირდნენ ძალიან ბევრ პრობლემას იმ ადგილებში, სადაც ისინი დევნილობის აი ამ პერიოდში განთავსდნენ და ჩვენ დავიწყეთ უფრო საქველმოქმედო, ასე ვთქვათ, საქმიანობით, მათი ძალიან გადაუდებელი პირველადი საჭიროების უზრუნველყოფით. თუმცა აი ალბათ ეს უნდა ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვს ყოველთვის მოსახლეობასთან, ვისთვისაც და ვისთანაც ერთად მუშაობს, უჭირავს ხელი პულსზე და ძალიან კარგად გრძნობს იმ საჭიროებას, რომელიც იმ მომენტისთვის მათ სჭირდებათ. ჩვენ მივხვდით, რომ გარდა აი ამ პირველადი საბაზისო, ასე ვთქვათ, დახმარების გაწევისა, ადამიანებს სჭირდებათ გრძელვადიანი დახმარება, ერთი მხრივ და მხარდაჭერა, მაგრამ მათი გაძლიერება საამისოდ, რომ ისინი გახდნენ შემოქმედი და აქტორები იმ
პოლიტიკის, იმ პროგრამების, იმ გარემოს, რომელიც მათ შურთ. და აი ზუსტად ამ მიმართულებით წავიდა ორგანიზაცია და ეს ევოლუცია ხდებოდა პრაქტიკულად ამ 27 წლის განმავლობაში და შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ ქალების, დევნილი ქალების, მე განვავრცეთ ცოტა უფრო ადგილობრივებზეც, მაგრამ დევნილი ქალების, კონფლიქტ დაზარალებული ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი სოციალური გაძლიერება, მათი პოლიტიკური გაძლიერება, საიმისოდ, რომ ისინი ჩართულიყვნენ უკვე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კიდე მიუბრუნდებით ამ თემას, ეხლა მინდა რომ ეს აღმოსავლეთ საქართველოსაც შევეხოთ, სადაც აი ესე აქტიურად მუშაობენ ჩვენი მეგობრები, კოლეგები და მარიამ, თქვენი ისტორია მე მგონი უკვე მეორე ომის, ხომ? ეს უკვე დაიწყო მეორე თუ მესამე კაცმა აღარ იცი, უკვე 2008 წლის შემდეგ. ომში ვართ, ახლა მშვიდობა ნამდვილად არ გქონია. მე პირადად მართალია ადგილზე ვცხოვრობ. კონფლიქტის ხაზის ახლოს ცხოვრობ. გადაადგილებული პირი არა ვარ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ სულ მუდმივად დაპირისპირებაში და კონფლიქტებში გავიზარდე და დღესაც ასე ვარ, მაგრამ აი ეს მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება იყო 2008-ში, რამაც ფაქტიურად არ გამოგსული, არ გამოგვნილებია ადამიანებს ჯერის ტრავმები და ის რაღაცა ფსიქოლოგიური მდგომარეობა. იმიტომ რომ თქვენი სოფლები დაიცალა, ოკუპირებული იყო და თქვენ მოგიწიათ ამ სოფლების დატოვება. ნოემბერში შევედით ჩვენ. აგვისტოს შემდეგ შეხეს მინდოდა რომ მაყურებელმა გაიხსენოს. სამოსულებ აბსოლუტურად სულ დაცლილი იყო შიდა ქართლის ეს გორის უმეტესობა სოფლები, განსაკუთრებით ის სოფლები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ მას გამყოფ ხაზთან ხაზს ესაზღვრება. ჩვენ დაახლოებით 2 კილომეტრში ვართ და ფაქტურად 2008 წლის შეიარაღებული ომის შემდეგ მოგვიწია აბსოლუტურად სრულად გაწამოსვლა იმ ადგილებიდან, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. შემდეგ იყო თბილისის სკოლებში ცხოვრება, საჯარო სკოლებში, შემდეგ კარვებში, გორის კარავში ვიყავით მე და ჩემი ოჯახი და ნოემბრისთვის უკვე დაიწყეს ჩვენი შეყვანა, როდესაც დაიხია უკანონოსმა ჯარმა და დადგა ერგნეთთან. დიახ, ესე იგი თქვენი გააქტიურება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, როგორც სათემო ორგანიზაციის დაიწყო 2009 წელს. 2009 და იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც თქვენ დაგხვდათ იქ და რაც უფრო მწვავე იყო. მე ჩვენ ესე დავინახეთ. იქ იყო სიტუაცია, როდესაც შევედით ისეთი, რომ ყველა თანაბარი ვიყავით. ანუ ადამიანები, ყველა გავთანაბრდით, ხა ვის მეტი შესაძლებლობა მეტი. ანუ ფაქტურად ესე მოხდა, იმიტომ რომ იმ წელიწადს განულება მოხდა თქვენი ქონების. განულდა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ხა ნოემბერში როცა შევედით ჩვენ ძირითადად სოფლის მეურნეობა, აგრარული მხარე ვართ, მეხილეობა, რა თქმა უნდა ცოტა მცირე მებოსტნეობაც, მაგრამ ჩვენ ისე დროს შევედით, რომ აღარაფერი აღარ იყო. საერთოდ რითიც ცხოვრობს მოსახლეობა. შემოსავალი რაც უნდა აგვისტოს წამოვედით, როცა ატმის მოსავალი უნდა გქონოდა, მერე ვაშლის მოსავალი უნდა გქონოდა, ყურძნის მოსავალი, მაგრამ რო შევედით აღარაფერი აღარ გქონდა. და იმიტომ ვიცახი რომ გამნოვდით მეთქი. და ნამდვილად საჭირო იყო რაღაცებზე უფრო მეტად ფიქრი, უფრო მეტად დაფიქრება. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა გვეხმარებოდა სახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციები შემოდიოდნენ, მაგრამ იცით რა, ეს ერთჯერადი რაღაცა სოციალური დახმარებები ახლა არ არის, ახლა მეტად უფრო ეფექტური, უფრო მეტად მუშაობს ის, რომ მოგცეს ანკესი თევზის დასაჭერად, ესე ვთქვათ. და ზუსტად მაშინ შემოვიდა ფონდი ტასო, სოფელში ეკონომიკური პროექტებით, მცირე ეკონომიკური პროექტებით, მოსახლეობის გაძლიერებისთვის და მაშინ ვიყავი მე მოხალის როგორც შუამავალი ფონდი ტასოსა და ჩემ სოფელში მცხოვრები ადამიანებს შორის, ვინც მონაწილეობას მიიღება საგრანტო კონკურსში. შემდეგ უკვე შემოვიდა გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორ
ბით ფონდ ტასოსთან და დაიწყო ქალებით მშვიდობისა და თანასწორობის სამწლიანი დიდი პროექტი, სადაც მონაწილეობდა. პრინციპში ჩვენ სიუჟეტში მოვისმინეთ ამის შესახებ. მე იცის რა მაინტერესებს, მარიამ, მოდი ანას ვკითხავ. ანა, აი როგორ აგყვათ მოსახლეობა, აი თუ გაიგო რასაკეთებდეთ, როგორ ჩაებნენ და რა მოლოდინები შეუქმედით თქვენ და მათ რა მოლოდინები გაუჩნდათ? დიახ, როგორც უკვე ვიცით, ეს საქმიანობა ძირითადად ქალების მიმართ იყო მიმართული. თავდაპირველად საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა იმისათვის, რომ ცნობიერება ამაღლებულიყო მოსახლეობაში. ჯგუფის წევრი იყო. ერთ-ერთი ჯგუფის წევრი იყო. აქტიური სამუშაოები ჩავატარეთ იმისთვის, რომ ქალებს მიეღოთ ეს როგორც დიდი უპირატესობა, თავიანთი უნარების გამოვლენის სხვადასხვა სფეროში და იქიდან მოყოლებული უფრო სარგებლიანი გახდა ეს ყველაფერი. მინდოდა ერთი სხვა რაკურსით შეგვეხედა ნაწილობრივ ეკამ ისაუბრა ამაზე, რომ აი შარშან, როდესაც ხელისუფლებამ ხელმეორედ შემოიტანა კანონი უცხოური გავლენის ინტერესის შესახებ, რამაც ჩვენ სტუდიაც არასამთავრობო ორგანიზაცია, ისეთი სტრუქტურულად, ჩვენთვის ეს იყო ძალიან შეურაცხყოფელი და იყო დისკრიმინაციული, რაც ასე გამოვიდა. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ჩვენ არ დაგვიჭირა მხარი. ეს ნიშნავდა იმას, რომ მათ კარგად არ ესმოდათ, რას ვაკეთებდით ჩვენ. ჩვენ ისე გავერთეთ ჩვენ ისე გავერთეთ ჩვენ საქმიანობაში, თუმცა ჩემი აზრით და აი ამ გადაცემიდანაც ჩანს, რომ ეს იყო ძალიან სასარგებლო საქმე ჩვენი საზოგადოებისთვის. აქ იყო ძალიან დიდი ძალისხმევა დასავლური ფონდების, დასავლური კულტურის წესების შემოტანის, დამოკიდებულებისა ამ მოწყვლად ჯგუფებთან, რომელზეც თქვენ იყავით მიმართული და დღესაც ხართ და ეს საზოგადოების ერთმა ნაწილმა არ იცოდა. და ამიტომაც ისინი დუმილით შეხვდნენ ამას, როდესაც ჩვენ მეტი თანადგომა გვჭირდებოდა და ეს თანადგომა ჩვენ დაგვაკლდა არჩევნებშიც, ჩვენ მესამე სექტორს. დღეს პოლიტიკური კრიზისია დღეს საქართველოში და ალბათ უფრო მეტი ჩართულობა გვმართებს ჩვენ ყველას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჩვენ გვმართებს რომ უფრო მეტად აუხსნათ და მოუყვეთ საზოგადოებას რას ვაკეთებ. ამას ემსახურება სწორედ ეს. მაგრამ ამასთან ერთად არის მეორე მომენტიც. თქვენ ყველანი, როდესაც რეგიონებში მუშაობთ და მუშაობთ მოწყვლად ჯგუფებთან, თქვენ გესაჭიროებათ თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებთან, თვითმმართველობასთან და არის პროექტები, როდესაც ეხებით ცენტრალურ მთავრობას თუ ცენტრალურ ხელისუფლებასაც. აი როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა? მოდი ამაზე ეკამცოტნე ilaparaqa და მარიამ აი როგორი იყო ეს თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თუ შეიძლება გაიხსენე? იცით რა არის, აი მართლა ესეც პირველი როცა დავიწყეთ როგორც ორგანიზაცია მუშაობა, ესეც რაღაც პირველი სიახლე იყო ჩვენთვის. აი ძალიან რაღაცა ისეთ დაძაბულად გვძობდით თავს, როცა ვჯდებოდით ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, აი რაიმე საკითხზე სალაპარაკოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ჩატეხილობა იყო. გაუცხოება იყო თავიდანვე, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ის ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელი, მაშინდელი რწმუნებულები, დეპუტატები, ჩემი თანასოფლელები იყვნენ და მე მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ აი იმ სტატუსით, რომ ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას წარმოადგენენ და მე უკვე როგორც საზოგადოების ნაწილი, რაღაცა ხდებოდით სულ გაუცხოება, აი რაღაცა სხვანაირი სიტუაცია იქმნებოდა. არის მოდათ მათ თქვენ რას ესწრაფოდით? ძალიან კარგად თანამშრომლობდით იმ პერიოდში, 2012 წლიდან. ძალიან კარგად თანამშრომლობდით, იმიტომ რომ ფაქტიურად ერთად ვისხედით და ერთად ვიწყებდით ხოლმე იმ საჭიროებებზე ფიქრს და იმ საჭიროებების
მოგვარების გზებს, რაც პრიორიტეტული. ესე იგი ყველაფერი ნორმალურად დაიწყო 2012-დან. დიახ, კი ბატონო. ეკა რას დაამატებში? მეც ვიტყოდი რომ კი ბატონო, განსაკუთრებით აღნიშნავდი რა თქმა უნდა ჩვენს თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომელიც საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო და მე მგონი ერთ-ერთი ფაქტორი ამ ყველაფრის იყო ის, რომ ჩვენ შევძელით აი პირდაპირ შიგნიდან ძალიან სპეციფიკური ჯგუფების საჭიროებების დანახვა და დანახება ადგილობრივ თვითმმართველობისთვის და ყველა ეს საჭიროება ყოველთვის ეფუძნებოდა ძალიან დეტალურ და ძალიან სკრუპულოზურად ჩატარებულ კვლევებს და სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, შეფასებებს ამ ადამიანების მდგომარეობისა, რომელიც ასე აკლდა იმ ხანად თვითმმართველობებს. აი კონკრეტულად უთხარი მაყურებელს, რომელ ჯგუფებს გულისხმობთ და რა დახმარებებს? კი ბატონო, ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ, როგორც გითხარით, ძალიან სპეციფიკურ ჯგუფთან, როგორიც არის დევნილი მოსახლეობა, თავისი მრავალმხრივი, ძალიან უნიკალური პრობლემებით, რომელიც უკავშირდება საცხოვრისი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, დასაქმება, ინტეგრაცია, პრობლემები ოჯახში, ქალთა მიმართ ძალადობა, ჩვენ მუშაობთ ძალიან ასე ვთქვათ, მოწყვლად მოსახლეობასთან, რომელიც ცხოვრობს დღეს სოფლად, რომელიც მოშორებულია აი ამ მოწყვლადია ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ და ჩვენ შევძელით აი ამ ჩვენი ასე ვთქვათ შეფასებით, ძალიან დეტალური შეფასებით მათი მდგომარეობისა, მათი ადამიანური უსაფრთხოებისა დაგვენახებინა პრობლემა თვითმმართველობისთვის, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიურად, ასე ვთქვათ, ჩაბმული ამ პრობლემის თანამონაწილეობით გადაწყვეტაში და მინდა გითხრათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ახლა ჩვენი ორგანიზაცია, ყველა იმ მუნიციპალიტეტში იყო ძალიან ბევრი პროგრამის და ძალიან ბევრი საინტერესო პოლიტიკის და სერვისის სულისჩამდგმელი, რომელიც შემდგომ უკვე თავის თავზე აიღო თვითმმართველობებმა. ზუსტად აი ამ თანამშრომლობით და ზუსტად ამ საჭიროებების გამოჩენით გაჩნდა მაგალითად ისეთი პროექტები, როგორიც არის მოწყვლადი ქალების, ჩვენ უფრო მეტად კონცენტრირდებით ხო ქალებზე, ან თქვა ძალადობა გამოვლილი ქალების ფინანსური მხარდაჭერა, ბინის ქირით მხარდაჭერა, უზრუნველყოფა, სამედიცინო გამოკვლევების დაფინანსება, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა მათთვის. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული მამუკა, ისეთი თქვათ ინფრასტრუქტურული საკითხები გადაწყდა, როგორიც არის ამბულატორიების მშენებლობა და ფუნქციონირების დაწყება იქ, სადაც ისინი საერთოდ არ იყვნენ, საბავშვო ბაღების მშენებლობის დაწყება, ტრანსპორტის ამოქმედება იმ ადგილებში, სადაც ეს ტრანსპორტი არ ხორციელდებოდა, რადგან დავინახეთ და დავანახეთ, თუ რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგალითად ადამიანის სიცოცხლისთვის, ფუნქციონირებისთვის, თუნდაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აი ამ სერვისების და ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. და ეს თანამშრომლობა იყო საკმაოდ, ასე ვთქვათ, კარგი, პოზიტიური და მყარი, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ დღეს რისკის ქვეშაა, რომ შეჩერდეს. რისკის ქვეშა და შეიძლება ითქვას, რომ შეჩერებულია კიდევაც. მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ეს არის სამკუთხედი არა, ეს არის დონორი, რომელიც გეხმარება ფინანსურად, შენს არჩეულ პროექტში გაფინანსებს, შემდეგ შენ მიდიხარ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მასთან ერთად თანამშრომლობით აუმჯობესებ სწორედ ამ მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას, სხვადასხვა მიმართულებით. მე ვიცი, რომ მე მგონი გამოგჩა ეკა, რომ თქვენ ატარებდით საგრანტო კონკურსებს, როდესაც მცირე ბიზნესს უფინანსებდით სწორედ აი ამ ჯგუფებს.
კი ბატონო. მარიამ, თქვენ შემთხვევაში არის ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩვენი ვიზიტისას უცოტა ხნის წინ ჩვენ დავინახეთ, როდესაც ეს უცხოური დონორების მხარდაჭერით, თქვენ შეძელით და თანამშრომლობით ადგილობრივ თვითმმართველობასთან თქვენ შეძელით სათავსო უკაცრავად არ ქვია ამას შენობის აღება, სადაც ფიტნეს კლუბს ააკეთებთ, არა? აი თუ შეიძლება მაგაზე გითხარით, ეხლა როგორ მიმდინარეობს? სიუჟეტში იყო ამაზე საუბარი. ბატონო, სიუჟეტის შემდგომ პერიოდში უკვე მოვლენები განვითარდა პოზიტიურად, ლოგიკურად. დარბაზი დასრულებული არის, მოწყობილი, აღჭურვილი, ყველა იმ აღჭურვილობით რაც საჭიროა. ვინ რა კომპონენტი შემოიტანა ამ დარბაზის მოწყობაში, თუ შეიძლება ესეც გითხარი. ამ შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ამის გარეშე გართულდებოდა. უბრალოდ დარბაზს ვერ მიიღებდით. ფართი არ გონიმა ფართს ვერ მივიღებდით საკმაოდ ისიც კარგ ადგილას არის ეს ფართი სოფლის ცენტრში. სოფლის ცენტრში. კოეთაზე, ეს ცხინვალის გზაზე. კი ბატონო. საჯვარედინზე. თვალში მოსახვედრი და დიდი პოზიტიური მომენტია ეს, რომ მივიღეთ ჩვენ ეს ფართი ადგილობრივ თვითმმართველობისგან დახმარებით, როგორც უკვე დონორები გაგვირემონტეს ეს შენობა, მათი დახმარებით მოხდა შენობის გარემონტება, აღჭურვა. აღჭურვილობის შეძენა, ხო, სპორტული აღჭურვილობა. მომავლის ცხინვალი. დიახ. ბატონი ზურა, კოტე მარინა ძალიან კოტე კევლიშვილი, მარინა მეშვილდიშვილი, ზურა ბერდიანაშვილი, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა. ფაქტიურად მართლა გამოწვევა პროექტი იყო და ერთად ვაკეთებდით, ერთად ვიყავით სრულჩართული და კიდევ დამატებით აღჭურვილობაში დამეხმარა ფონდი ტასო. და ფაქტობრივად დარბაზი უკვე დასრულებულია, ველოდებით ცოტა კიდევ პატარა ნიუანსებს გახსნის ცერემონიის დაგეგმა მიმდინარეობს, განსაზღვრა საათების, იმიტომ რომ გვინდა ქალებმაც მიიღონ მონაწილეობა და მოგეხსენებათ კაცებთან შეიძლება ცოტა მორიდების ის კონდეთ, ცოტა და გვინდა ეს კარგად დავგეგმოთ, რომ როცა ქალები მოვლენ, გამონთავისუფლებული იყოს დარბაზი და მხოლოდ მარტო მათ შეძლონ სარგებლობა და დანარჩენი უკვე დასრულებულია და დავიწყებთ და ძალიან გვერდში დაგდგა ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი დეპუტატი ბატონი ჯაბა იმერლიშვილი, ფაქტობრივად მან მოგცა ფართი. ჩვენ არ ვიცით მომავალში რა იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების თავს ახალი კანონმდებლობით. ძალიან ბურუსითაა მომავალი მოცული. ჩვენი ხელისუფლება დაგვირდა რომ რაღაც ფონდს ქმნის, მაგრამ თუ ჩვენ გაგვირთულებენ დასავლეთ ის ფონდებთან თანამშრომლობას და თუ ასეთი იარლიყის ქვეშ ვიცხოვრებთ, მე ვერ წარმომიდგენია სახელმწიფო ფონდთან მუშაობა. ნუ ალბათ ვიღაც ჯგუფები ამას შეძლებენ. აი წარმოვიდგინოთ, რომ არ იყოს ეს თანამშრომლობა და ხელისუფლებისგან ხელშეწყობა იმ პროექტების. აი რა ხდება შემდეგ? აი რა შეიძლება მოხდეს? რა დავკარგოთ და საზოგადოებამ რა დაკარგოს? უპირველეს ყოვლისა, მამუკა მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის, როცა იქმნება სამოქალაქო სექტორი, ძალიან მნიშვნელოვანია მისი დამოუკიდებლობის, მისი ნეიტრალურობის შენარჩუნება და რისთვის იქმნება არასამთავრობო ორგანიზაცია. ანუ რეაგირება მოახდინოს იმ საკითხებზე, რომელზეც სათანადო რეაგირება არ ხდება გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან, ან ხელისუფლების მხრიდან. პრაქტიკულად ამ ნეიტრალურობის და ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვაგვარად ცდილობს ხელისუფლება წარმოაჩინოს, უზრუნველყოფდა ჩვენი საერთაშორისო დონორის მხარდაჭერა იმ საქმიანობის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართულ საქმეს ჩვენი ქართველი და საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო, ასე ვთქვათ, მიმართული და მათი კეთილდღეობისთვის იყო მიმართული. ამიტომ მე ვფიქრობ და კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი და გავცემ თქვენ პასუხს, თქვენ კითხვას პასუხს.
ვინ ვართ ჩვენ? აი ყოველთვის მოვიაზრებდი, რომ სამოქალაქო სექტორი ეს არის რაღაც აი ხარვეზების, ან რაღაც ნაპრალების შემავსებელი და რაღაცა არარსებული, მაგრამ ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანი საქმის სულის ჩამდგმელი და მაგალითის მაჩვენებელი. ამიტომაც მე უკვე ვთქვი, რომ ძალიან ბევრი ისეთი საკითხი წამოვიწყეთ და დღეს უკვე ის ფუნქციონირებს. ვქმნიდით სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს, ვქმნიდით რაღაცა მაგალითად როგორც დევნილი და დევნილზე ორიენტირებული ადამიანი, დევნილთა პრობლემებზე და მათ ინტერესებზე. საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი არასდროს არ ყოფილა მაგალითად დევნილების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ხო? და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კომპონენტი, როცა საკითხი გვაქვს ტრავმირებულ, ომით ტრავმირებულ მოსახლეობასთან გვაქვს საქმე. ვინ აკეთებდა ამ ყველაფერს? სამოქალაქო სექტორი, ხო? ჩვენ გვაქვს უდიდესი დეფიციტი დღეს დევნილი და ზოგადად მოსახლეობის ინფორმირებულობის იმ არსებული პროგრამების, იმ არსებული სიკეთეების შესახებ, რომელიც მათ შეიძლება გამოიყენონ. ვინ ავსებდა ამ ნაპრალს ისევ? სამოქალაქო საზოგადოება და თქვენც ახსენეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციული უზრუნველყოფა მოსახლეობის, იმიტომ რომ ჩვენი მონაწილეობას, ჩვენს მონაწილეობას განსაზღვრავს ინფორმაცია, რომელსაც ვფლობთ. შესაბამისად, ამას ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით, ვუზრუნველყოფდით, ასე ვთქვათ, როგორც ინკლუზიურობას მოქალაქეების, აი და მათ უშუალო მონაწილეობას საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის პროცესში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თუ ეს ყოველივე შეწყდება და დღეს არის ამის აბსოლუტურად ყველა წინაპირობა, მაშინ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ უამრავი ადამიანი იმ მნიშვნელოვანი საქმეების და იმ მნიშვნელოვანი სასიცოცხლოდ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეების გარეშე, ხო, რომელიც პრაქტიკულად მათ კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული. და ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი, ამაზე საუბარი, თუ რას ქმნის, ჩვენ არასდროს არ ვიყავით არც კონკურენტები ჩვენი ხელისუფლების, არც ოპონენტები, მე ვგულისხმობ ნეგატიურ კონოტაციაში, ეს იყო ყოველთვის კონსტრუქციული და ამ კონსტრუქციული კრიტიკისთვის პრინციპში ნებისმიერი პოლიტიკოს და საზოგადოების წევრი უნდა იყოს მზად, იმიტომ რომ ჩვენ მიუთითებდით იმ საკითხებზე, იმ ისევ ნაპრალებზე, რომელიც არ იყო შევსებული და რომელიც მოითხოვდა ყურადღებას და არ შეიძლება ყოფილიყო უგულვებელყოფილი. ბუნებრივია ეს თუ შეწყდა, ძალიან ბევრი ადამიანი რჩება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების და დახმარების და მხარდაჭერის გარეშე. თუმცა ჩვენ ვეცდებით, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მაინც ჩვენგან დამოკიდებული მივაწოდოთ იმ მოსახლეობას, რომელსაც ეს სჭირდება, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოების ფუნქცია სწორედ მოსახლეობაზე და საზოგადოებაზე და მათ წინაშე არსებული პრობლემებზე ორიენტირებაა და მასზე რეაგირება. დიახ, რეალურად თუ ჩვენ კარგად დავაკვირდებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, აქ ჩანს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ეს არ არის რაღაცა დახურული, რაღაცა ცალკე სეგმენტი, ეს არის საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან, ან თანამშრომლობით, ან ხელისუფლების თვალწინ მუშაობით. ეს არის ნამდვილად ესეა და აი იმის თქმა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რაღაცას ისეც აკეთებდნენ, რაც დამალული იყო, მე მგონი ეს არ არის სწორი. თუნდაც იგივე არჩევნების თემაზე მომუშავე ორგანიზაციები, თუნდაც იგივე მონიტორინგზე და რეფორმებზე, როგორ შეიძლება სასამართლო რეფორმაზე იმუშაოს არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც პირდაპირ ხელისუფლებას ეხება და ეს იყოს დახურული. ეს არ არსებობს. ასევე არჩევნებზე იმუშაოს, საარჩევნო სისტემის დახვეწაზე იმუშაოს, მოსახლეობის ინფორმირებულობაზე იმუშაოს და ეს იყოს დახურული. აი აქ არის სწორედ ის დიდი გაუგებრობა, რომელიც რატომღაც შემოვიდა და სამწუხაროდ ისევ ხელისუფლების მაღალი შტოდან შემოვიდა, რაც ჯერ გვაუცხოებს საზოგადოებას
არასამთავრობოებს საზოგადოებასთან და გვაუცხოებს ასევე ხელისუფლებასთან, რომლისთვისაც ჩვენ სრულიადაც არ ვიყავით დახურული. აი, რამეს თუ დაამატებ მარიამ და რა პერსპექტივები აქვს და კიდევ რისი გაკეთება გინდათ, თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ, აი თქვენს რაიონში, სადაც ძალიან ბევრი გამოწვევაა მოსახლეობისათვის. კი, აი, ძირითადად მეტაპზე ჩვენი ორგანიზაციის მუშაობა, სადაც არის სრულიად მოხალისეობრივად, ეს არის ახალგაზრდებთან თანამშრომლობა, ახალგაზრდ ჯგუფთან თანამშრომლობა. მე იმ სიუჟეტშიც, ვიდეოშიც ვახსენე, რომ ძალიან დიდი ფუფუნებაა სოფლებში ესეთი ცენტრების არსებობა, ფართის არსებობა, სადაც მოხდება შეხვედრები, რავი, საჭიროებებზე 1000 ადგილია, სადაც თამამად შევლენ, როგორც ახალგაზრდები, ისე ქალები, როგორც დიდები, რაღაცა გადაწყვეტილების შეიკრიბებიან, რაღაც გადაწყვეტილება მიიღონ. ან შეკრება არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოსახლეობას შორის თვითმმართველობას და არასამთავრობო, ანუ მრავალ ფუნქციური ერთი სიტყვით, ხო? ამ ეტაპისთვის, რასაც ვაკეთებთ, ეს არის ახალგაზრდებთან მუშაობა და ამას კიდევ ვიძახი მოხალისეობრივად და გვინდა რომ არა კი გრანტები ამ ეტაპზე არ გვექნება და ვერ გვექნება და ის ზუსტად ის ფიტნეს დარბაზი დავტვირთოთ იმისთვის რომ აი ახალგაზრდების კიდე სხვა დამატებითი სივრცე იყოს სივრცე სადაც ის იქნება შიდა ქართლის სათემო ფონდის სივრცე ოფისი სადაც აი რაღაც არაფორმალურ განათლებას მიიღებენ ახალგაზრდები და ეს იქნება სპორტული სივრცე სადაც რა თქმა უნდა ჯანსაღ ცხოვრების წესს მიეჩვევიან და ქუჩას მოცილდებიან და მავნე ჩვევებთან შორს იქნებიან როგორც ალკოჰოლი და სხვა მოსაწევი საშუალებები. ანუ ჩვენი პრინციპი და მიმართულება ის იყო ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ფიტნეს დარბაზი ეს არ არის მხოლოდ რაღაცა კარგი მის დაყენება, ფიგურის ტანის დაყენება, ეს არის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. დიახ. ანა, თქვენ ასევე პარალელურად მუშაობთ ტირძნისის საშუალო სკოლაში, სადაც საჯარო სკოლაში უკვე ესე ქვია უკაცრავად და რამოდენიმე საგანსაც ასწავლით ბავშვებს, უცხოენებს. მე მაინტერესებს, აი თქვენი კოლექტივისთვის, თქვათ, აი პედაგოგიური კოლექტივისთვის, როგორ ჩანს ეს მესამე სექტორი და აი თქვენი აქტივობა, ეს სკოლის გარეთ თქვენი აქტივობა. თვითონ ამ ორგანიზაციის შექმნის მომენტიდან დღემდე მარიამის ხელმძღვანელობით ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, ხო ჩვენ დარბაზზე გვაქვს აქცენტი მაინც და მაინც, მაგრამ დარბაზამდე ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტი განხორციელდა ქალთა ეკონომიკური მოძლიერებისთვის სოფელში. იგივე პარნიკები, ფერმების გაფართოება თუ გზების მოხრეშვა კონკრეტულ ადგილებში, რასაც სოფელი ისეთი ადგილია, უფრო ჩანს ღიად ყველაფერი, ხო? იქ ნამდვილად ვერაფერს ვერ დამალა. მანამდე სრულიად გამჭვირვალე იყო ეს სამუშაო პროცესები, მადლიერი ხალხიც არსებობს და ვფიქრობ, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობდა არც მაშინ, არც ახლა და სამომავლოდაც თუ გაგრძელდება, არის ცნობიერება ადამიანებში იმდანამდე ამაღლებული, რომ შეხვდნენ და ამ ყველაფერს შეხედან ისეთნაირად, რა ფუნქციით და განწყობითაც არსებობს ზოგადად მესამე სექტორი. და იგივე განწყობაა სკოლაშიც, რა თქმა უნდა, პედაგოგებში, თვითონ ბავშვებში მოხარული. ჩვენ ნამდვილად არ შექმნია მოქმედ პრობლემა. სამომავლოდაც იმედს ვიტოვებთ, რომ ასე რაღაც პოზიტიური. აი მე დავამატებ, აი ზუსტად აღნიშნე, მეც 15 წელი ვასწავლედი სკოლაში მეწარმეობას და ჩვენ აი ახლებურ სტანდარტებზე რო გადავიდა სწავლება, ტრენინგებიც ჰქონდა მასწავლებლებისთვის. დღემდე თანამშრომლობს სკოლასთან. აი მე ვფიქრობ, რომ ცოტა დაბნეულობა გამოიწვია ადამიანს. აი ბოლო პერიოდის მოვლენებმა. სოფელში ყველას ვიცნობთ, რა ვიცი, აი მართლა უწრფელად და ღიად ვიმუშავე. რომ ღია ვიყავი აბსოლუტურად ყოველთვის და აი მართლა რომ მოხდა იმ ადგილებში ჩემი მაგალითის მოყვანა
ხო? ცოტა დაბნეულობა გამოიწვია და სხვათა შორის რამდენიმე დისკრიმინაციული სახით, ხო? და დაბნეულ, არა, უფრო დაბნეულობა გამოიწვია. ხო, მაგრამ ამან, ხო, როდესაც მავანი შეეცადა დისკრიმინაციას. აი, უყურებდნენ, რომ რას აბსოლუტურად სულიად ხო, რატომ ხარ უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარი, ხო? რომ მაგას საბავშვო ბაღისთვის სამზარეულო შესყიდვა, ტექნიკით დახმარება, რაღაცეები, გზების მოხრეშვა, ისინი როგორ შეიძლება უცხო ქვეყნის დაკვეთა იყოს და უცხო ქვეყნის გავლენა იყოს ახლა მე ჩემი ქვეყნისთვის რაც არის მნიშვნელოვანი იმ გავლენას ან ხორციელებ ახლა რა შეაინტერესებს რაღაცა ამერიკის რომელიღაცა მოქალაქეს რომელიც გადასახადებიდან ჩვენ გვაფინანსებს ახლა იქ სადღაც ნიუ-იორკში რო ცხოვრობს ადამიანი ტირზენში გზის მოხრეშვა ახლა რა ინტერესი უნდა კონდეს იმის ხო გარდა იმისა რომ დემოკრატიული პროცესები და განვითარების ხელშეწყობა მოხრეშვა იმიტომ თქვი რომ ეს დემოკრატიული პროცესებით გავაკეთეთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან მოლაპარაკებები მოხალისეობრივად კი მოიტანეს ის ხრეში, მაგრამ ადამიანებმა მიიღეს ამის გადასწორებაში მონაწილეობა. ანუ ესეც ხო არ იყო. ეს რატო არის ჩვენი ქვეყნის ადამიანები ადამიანები სახლის წინ არწმედნენ კანაოს. აჰა. იმან გააკეთოს რა ქვია, რას ჩვენ მარწმუნებულმა და მთავრობამ გააკეთოს და ეხლა პროექტები გაიყოლიეთ. ეხლა ხო კი აიყოლიეთ ხალხი ამ საქმიანობაში. ეს არის დემოკრატიული პროცესები, ხო? კი ბატონო, და განვითარება საზოგადოებაში. მოხალისეობრივად სოციალურ პასუხისგებლობას გრძნობ. მე უბრალოდ მცირედით გეხმარები და რაღაცას ვაკეთებ სოფელში. მეგობრებო, მოგცემთ ეხლავე სიტყვას პოსტსაბჭოთა სივრცის მაგალითზე გამოჩნდა, რომ ძალიან ადვილია არასამთავრობო სექტორის დახურვა, შევიწროება, განადგურება. ეს რუსეთში მოხდა, ეს მოხდა ბელორუსში და არ იქნება ალბათ ძნელი არც სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც განახორციელოს თუ მოუნდება ეს მთავრობას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ვინ მოიგებს ამით და ვინ წააგებს. ნუ თუ ეს შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის რაიმე სიკეთის მომტანი ან რაღაცა პროგრამი, ხო, ეს პირიქით არის. ნამდვილად და მინდა გითხრათ მამუკა, რომ ის ადამიანები, რომლისთვისაც და სულ ამბობ, რომელთანაც ჩვენ მუშაობთ, რომლებთანაც ძალიან შიშობენ. რომ სამოქალაქო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების განეიტრალებით შეიძლება ძალიან ნიშნულოვანი შეწყდეს მათთვის. იმიტომ რომ როგორც მარიამმა ახსენა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად რაღაც კონკრეტული მათთვის დახმარების გაწევა, თქვა ამოხრეშვა ან რაღაც არ ვიცი ავეჯის შეძენა და ასე შემდეგ. ეს მათი თვითშეგნების შეცვლაა და მათი გაძლიერება საიმისოდ, რომ მათ შეუძლიათ რაღაცეების გაკეთება და აბსოლუტურად ვადასტურებ, მე ვადასტურებ, რომ აი ამ რა გარკვეული მხარდაჭერით ხალხი აივსო, გარკვეულ წილად საკუთარ თავის რწმენა მოემატა და დაიწყეს მონაწილეობა, სოლიდარობა გაიზარდა, თავისი საკუთარი ძალები შეიგრძნეს მაქსიმალურად და მათი სამოქალაქო თვითშეგნება გაიზარდა საიმისოდ, აი ამ სამოქალაქო მონაწილეობის ფორმების გაცნობით, რომ უკვე თვითონ შეუძლიათ რაღაცეების გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი რა, აი იცით რა არის, აი ძალიან გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო სექტორი, ნუ არა მხოლოდ თქვათ ისეთ საკითხებს იღებს ოპერირებისთვის და ისეთ საკითხებზე რეაგირებს, რომელიც დღეს უგულვებელყოფილია და მე პრინციპში შეიძლება სახელმწიფომ შეავსოს ეს, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელსაც სახელმწიფო ფიზიკურად ვერ გააკეთებს და მე აქ მაგალითად უნდა აღვნიშნო სამოქალაქო სექტორის უდიდესი როლი მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის საქმეში. ამ საკითხებში ჩაება დაიწყო აქტიური მონაწილეობა სამოქალაქო სექტორი მართლა იმიტომაც რომ მათ გაცილებით უფრო მეტი ბერკეტი აქვთ და ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობა და ნდობა და ეს ნდობა მათ ააშენეს მეორე მხარეს რასაც სახელმწიფო ჩვენი ხელისუფლება ამას ფიზიკურად ვერ გააკეთებს ხო შეიძლება შეწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები მე მინდა გითხრათ რომ სხვათა შორის აი ჩვენი თანამშრომლობით აფხაზ კოლეგებთან თუნდაც იმ ძალიან ბევრ საქართველოსთვის და აფხაზეთისთვის ნოვატორულ საკითხებს ჩაეყარა საფუძველი. მე მახსოვს რომ ჩვენ ვიწყებდით გენდერული
პოლიტიკის შემუშავებით და გენდერულ პოლიტიკაზე საუბრით, როცა ჯერ დღის წესრიგში ეს ხელისუფლებაში ჯერ აღარც იყო. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ჩვენ ავიღეთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან, რომელსაც ერთად გავეცანით, ადამიანური უსაფრთხოება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და დავიწყეთ ამის პოლიტიკაში დანერგვა. ეს იყო თქვენ წარმოიდგინეთ კონფლიქტ გაყოფილი საზოგადოებების ინიციატივით გაკეთებული. დღეს ჩვენ ადგილობრივი პოლიტიკის გენდერული ზემოქმედების ინსტრუმენტის ამუშავებას ვცდილობთ, რომელიც ასევე არ არის ასე კარგად ამოქმედებული და აუცილებლად გავაძლიერებთ და ჩაუყრით, მაგრამ ეს კეთდება აი ამ პროექტებით, იცით, რომელსაც სახელმწიფო უბრალოდ ვერ გააკეთებს. და მე მახსოვს ძალიან კარგად აქ სიუჟეტშიც არის აღნიშნული და ვთქვათ ის აუცილებელი მხარდაჭერა, რომელსაც სამოქალაქო სექტორი უწევდა მაგალითად უკრაინელ ლტოლვილებს, კონფლიქტი დაზარალებულ ადამიანებს, ისე დახმარებას, რომელიც მან იცოდა თავად, ჩვენ ვიცოდით თავად, თავისი საკუთარი გამოცდილებით, ტყავზე გამოცდილებით, თუ რა დაგვაკლდა ჩვენ და რა უნდა მიგვეცა მათთვის და როგორ გავაძლიერეთ. ამას ხوار შეიძლება და რეალურად ახლა შევეხიდეთ ნამდვილად ჩვენი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, შევეხიდეთ სახელმწიფოს და ღირსეულად მივიღეთ ის ადამიანები, რომლებმაც ასეთი დიდი ტრავმა და ტრაგედია ცხოვრებისეული განიცადეს და თავშესაფარის საძიებლად საქართველოს აირჩიეს, ხო? როგორ შეიძლება ამის დისკრედიტაცია ან რამე ფორმით დემონიზაცია, რომელსაც სამწუხაროდ დღეს სახელმწიფო ჩვენი ხელისუფლება აი ასე პროაქტიულად ეწევა. მაშინ როცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მან იცის თუ რა დიდი წვლილი ჰქონდა უამრავი ინსტიტუტების შექმნაში, უამრავი რეფორმის განხორციელებაში, უამრავი კანონების მიღებაში, არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. ამიტომ იმედია ნამდვილად, რომ ეს რაღაც ეტაპზე აუცილებლად შეწყდება და თვითონ საზოგადოებაც მომწიფდება საიმისოდ, რომ ამაზე უფრო ხმამაღლა ილაპარაკოს და ამოუდგეს, როგორც ვთქვით, არასაკმარისად მოხდა ამოდგომა, უფრო მეტად ილაპარაკებს, ასე ვთქვათ, იმ სიკეთეებზე, რასაც ეს სამკუთხედი ქმნის და არა რომელიმე ცალ-ცალკე. დიახ. ქალბატონებო, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მე იმეც ვიტოვებთ, რომ ჩვენ არ გავიღვიძებთ ბელორუსის მსგავს ქვეყანაში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები არ ფუნქციონირებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი საზოგადოებაც გამონახავს ძალას, რომ კარგად წარმოაჩინოს და დაიცვას თავისი ეს მონოპოლარი. ხელისუფლებასაც ეყოფა გონიერება, რომ არ გაამწვავოს ეს დაპირისპირება და კიდევ უფრო კონფრონტაციული არ გაახადოს და რა ვიცი, იმედით, გემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. გემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს მომავალ შეხვედრამდე.